მივესალმებით ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. ტრადიციულად ერთი კვირა გავიდა და ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ საუბარი ჩვენ მსმენელთა და მაყურებელთან. დღეს გვექნება მსოფლიოში მიმდინარე ამ აქტუალურ თემებზე საუბარი, რაც ხდება. კერძოდ შეგვიძლია ვახსენოთ, რომ უახლოეს პერიოდში მოხდა ამერიკის პრეზიდენტის მიერ სომხეთსა და აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარების საკითხი, შერიგების საკითხი, ასე ვთქვათ. ასევე მზადება შეხვედრა ამ თვეში ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა უკრაინის საკითხის დასარეგულებლად. ამ დროს რა ხდება ჩვენთან საქართველოში, შემოვიხედოთ, თუ გადავხედათ ერთი მხრივ მიმდინარეობს წინა საარჩევნო პერიოდი და გვინდა უთხრათ ჩვენ მსმენელს და მაყურებელს, თუ როგორია ჩვენი დამოუკიდებლობა და საერთოდ სათქმელი ამ საკითხთან დაკავშირებით. დავიწყოთ რა ხადა? ბატონო, მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს, კვლავ ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემებს, ჩანაწერებს. უნდა ითქვას, რომ გარკვეულ ხელშეშლას გამუდმებით აქვს ადგილი, ვიცით რომ ყურება რეიტინგის მიხედვით დგინდება, რაც მეტია მაყურებელი, მით მეტი უყურებს, ეს ადამიანის ბუნებაა. ესე იგი, თუ ბევრი უყურებს, თუ სადმე დიდი რიგი, ესე იგი, კარგი საქონელიაო და ასე შემდეგ. შეინიშნება დაკლება ეგრეთ წოდებული რეიტინგების. ჩვენთვის ეს გასაკვირი არ არის, გასაკვირი უფრო ის არის, რომ რაღაცა მაინც ხერხდება, რაღაცას მაინც ვახერხებთ, ვიღაც მაინც ისმენს. ამ საინფორმაციო სივრცეს სხვები აკონტროლებენ, ეს არავისთვის დასაფარი არ არის. გასაგებია. როგორც ყოველთვის კითხვა, ძალიან ბევრი კითხვები გროვდება ხოლმე, ამის პასუხებითაც დრო შეზღუდულია, იმიტომ რომ თითოეული საკითხი უამრავ რამეს უკავშირდება, რაც ახლა წამოვჭერით ორი ძირითადი საგარეო მიმდინარე ამბები, რაც მთელ მსოფლიოსაც ეხება, ჩვენც გვეხება, იმიტომ რომ უახლოეს მეზობლებზე ლაპარაკი და კავკასიის თემაზეა საუბარი. და ბოლოს შიგნით რაღაც ვაკეთებთ რა, რას მოქმედებთ, ან რას არ მოქმედებთ, ან ვინ მოქმედებს სინამდვილეში. ამერიკა, რუსეთის გაძევება ამიერკავკასიიდან ამ ეტაპისთვის წარმატებით მიმდინარეობს. ზოგადად ბოროტების გზა გვაქვს დასაგდები ორი სიტყვით, რომ კვლავ არ ავწდეთ ჩვენ ძირითად სათქმელს, იმიტომ რომ ჩვენი გამოსვლის საფუძველი არის არა ის, რომ მაინდამაინც ანალიტიკოსებად წარმოუდგინდეთ საზოგადოებას, არამედ ჩვენი გამოსვლის მიზანია სწორედ ის, რომ ხშირად შევახსენოთ ერთმანეთს გამოსავალი და გადარჩენის ქვაკუთხედი რაშია. ქვაკუთხედი არის ბოროტების გზის დაგდებაში, რაც პოლიტიკურად ფორმაციის შეცვლაზე გადის, ფორმაციულ ცვლილებაზე გადის, აი ღვთისგან ეს გვაქვს ახლა მოწოდებული, თუ გადარჩენა გვინდა. იმიტომ რომ აი ახალი დროის მოთხოვნები ეს არის, ახალი სიტყვა აღმერთი. საქართველოში გაცხადებული ახალი სიტყვის მოთხოვნა და ცნობა სწორედ ეს არის. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რადგან პოლიტიკურად ცდება, ამ თვალსაზრისით ძალზედ მნიშვნელოვანია გაშუქდეს მეტნაკლები ობიექტურობით ჩვენის მხრიდან ის მოვლენები, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, პოლიტიკური მოვლენები, პოლიტიკურ საზოგადოებრივი და მსოფლიო მასშტაბის მოვლენები. ომი გვიახლოვდება, არ გვიახლოვდება, მშვიდობისკენ მივდივართ მართლა თუ არ მივდივართ, აი რა ხდება. თუ ზოგად ტენდენციას დავაკვირდებით, ქვაკუთხედი მაინც არის ის, რაზეც მიდიოდა საუბარი და რასაც ემსახურებოდა ბატონი აკაკი და რასაც ის გადმოქცევდა. ფორმულები არ იცვლება. მართალია მოვლენები კალეიდოსკოპური სიჩქარით იცვლება და ვერ ვასწრებთ, რომ ავყვეთ, იმდენად სწრაფად ვითარდება. მაგრამ ძირითადი მოწოდებული ფორმულები ცვლილება არ ხდება. აი რაოდენობრივად კი ხდება ეს ცვალებადობა, მაგრამ თვისებრივად არ იცვლება. არსი რაშია. მორიგდებიან, მაგრამ აღმოჩნდება, რომ ერთმანეთი მოატყუეს
გავა დრო და არსებული პრობლემები კვლავ თავს იჩენს. და ეს პრობლემები კიდევ უფრო მეტ განხეთქილებას არ მოქმნის, კიდევ უფრო გააღრმავებს უფსკრულებს, ისე რომ ორი უფსკრულის, ორი ნაპრალის, ასე ვთქვათ, ორი დაპირისპირებული მხარის შეჯახება კიდევ უფრო მწვავე ხასიათს მიიღებს და საბოლოოდ დედამიწა დაიღუპება, თუ სადღაც ათვლის წერტილი არ გაჩნდება, სადღაც ბოროტების დაგდების მაგალითი არ დაისადგურებს და ასე შემდეგ. ეს არის არსებულ ბედისწერაში შესწორების შეტანის მცდელობა, მოწოდება, მცდელობა ჩვენი მხრიდან, მაგრამ მოწოდება ღვთისგან და ჩვენ სადგებით ამაშია საქმე. ესე იგი, გვექნება ამ დიდი დაპირისპირების პერიპეტიებშიც მორიგების მცდელობებიც იქნება, მაგრამ ამაში მაინც გარკვეული დადებითი მომენტი უნდა დავინახოთ, რომ ეს ყოველ შემთხვევაში დროის ამ ეტაპზე სამხედრო ესკალაციას ოდნავ მაინც აჩერებს, გადაადგილება ხდება, დროში გადანაცვლება ხდება. ესე იგი, დრო შეიძლება მოვიგოთ, ზოგადად რო ვთქვა, გადავადება ხდება და სამოქმედო დრო ზოგადად გვეძლევა. სამოქმედო დრო ქართველი ერის და არა მარტო ქართველი ერის გვერდზე, რომ საკაცობრიო დონეზე მიმდინარეობს ეს პროცესები. სწორედ იმაშია, რომ რამენერად უფრო კარგად გავარკვიოთ, რა ბოროტების გზას ვადგავართ და რა გვაქვს შესაძლებელი და როგორ. აი ამ ჩარჩო ხედვიდან უდგებით მიმდინარე სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც საკმაოდ პომპეზურად გაშუქდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კავკასიიდან რუსეთის გაყვანა. გარკვეული ნაწილი დიდი ზარზე იმთეგებება. დიდი თემაა ეს, სულ განვიხილოთ. საქართველოს ყოველთვის აწყდებოდა მძლავრი იმპერიების შემოტევებს და მას გზაჯვარედინი იყო ხსოვარი დროიდან მოყოლებული. გადის დრო და თან ეროვნული ენერგია ილეოდა. 18 საუკუნემდე დაშლა დანაწევრება, შემცირება. ახლა თუ გადავავლებ თვალს, აი როგორ არის სურა ვნახეთო და ინტერნეტში დევს ბოლო აღწერის შედეგები საქართველოს მოსახლეობა. გასული წლის აღწერის მიხედვით საქართველოში ცხოვრობს 3.694.000 ადამიანი. კი ბატონო. აქედან ახლა მოდი გადავხედოთ, თურქეთი 80 მილიონამდეა, აზერბაიჯანი 10 მილიონს აჭარბებს, ირანი 90 მილიონიანი ქვეყანაა, 5 მილიონზე მეტი არის. შუა აზიის ქვეყნები 20 მილიონი და ასე საკმაოდ ჭარბი და სწრაფის და გააჩნიათ. ხო, ახლა ჩრდილოეთი მეზობელი 150 მილიონამდე რო არის და მოკლედ მე რა ისიც თქმა მინდა, თანაფარდობა რაოდენობრივი თვალსაზრისითაც ფრიად შეცვლილია და იცვლება რა. კავკასიაში რუსეთის შემოსვლით მართალი ახლა პირუკო ხდება ყველაფრის გაშუქება. არ შეიძლება რომ რუსეთის შემოსვლა ჩაითვალოს მხოლოდ ვარდისფერი სათვალით უყუროთ, რომ მხოლოდ დადებითი იყო. მაგრამ მას დიდი დადებითი პროცესებიც მოყვა, რომ ჩვენ ფიზიკურად გადავრჩით. ამის გაგება გასაგებია, დასავლეთისგან შემოდის იდეოლოგია, შემოდის ფინანსები, და ამით მიკვებებით, ამ პროპაგანდას აქტიურად ვეწევით და გვინდა ისე დავსახოთ, რომ კავკასიაში რუსული იმპერიის შემოსვლა ცალსახა ბოროტება იყო, ასე მინდა გამოვიყვანოთ, მაგრამ ჯერ ერთი ახალი სიტყვიდან ვიცით და ბატონი აკაკის განმარტებებიდან ვიცით, რომ ნებისმიერ დროს თავისი პლუსი და მინუსი გააჩნია, ნებისმიერ იმპერიას, რომელიც აქ შემოსულა და დამკვიდრებულა, თავის დიდი მინუსი მოუტანია, მაგრამ თავისი პატარა პლუსიც ჰქონია, იმიტომ რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება, ამ თვალსაზრისითაც რომ შევხედოთ, სამხრივად მინუსად შეფასება არ გამოვა. რუსეთის იმპერიის შემოსვლით კვლავ გაჩნდა სომხეთის სახელმწიფო თავის ისტორიულ ტერიტორიაზე, ნაწილობრივ მაინც ისტორიულ ტერიტორიაზე
ვიცით რომ მე-11 საუკუნიდან სომხეთმა როგორც ასეთი შეწყვიტა არსებობა ისმა სახელმწიფოებმა და რუსეთის შემოსვლასო უკავშირდება რუსეთის იმპერიასვე უკავშირდება აზერბაიჯანის როგორც ასეთის გაჩენა. იმიტომ რომ აზერბაიჯანში საკმაოდ რთულად არის ეროვნული თვითცნობიერების საკითხი ახლა ფორმირდება. ნუ დღეს ასე ამბობენ რომ ერთი ერი ორი სახელმწიფო. ესე იგი თურქი და აზერბაიჯანი ერთია. ანუ ერთი ერი ვართ, მაგრამ სახელმწიფო ორი გვაქვს. ხო, ტექნიკურად. მე-11 საუკუნიდან მოყოლებული თურქული ექსპანსია იწყება მცირე აზიის მიმართულებით, ვიცით. თურქულ ექსპანსიას ემსხვერპლა ალბანეთი, ვიკავებენ ირანს და ასე შემდეგ. ნუ დიდი ისტორიის ამბებია და ასე რომ აზერბაიჯანს საკმაოდ საჭოჭმანო საკითხები აქვს მაინც. განსხვავებით სომხების და განსხვავებით ქართველებისგან. რატომ? სომხები უძველესი ერია, საკმაოდ ადრე გამოჩნდნენ კავკასიაში და ქართული მოდგმა, ეს არის ადგილბინადარი მოდგმა, ეს გაბედულად უნდა ვთქვათ, არსაიდან არ მოსულართ, აქვე ფორმირდით. აქ ჩამოვყალიბდით. ეს სულ მინიმუმ. და როდესაც შემოვიდა რუსეთის იმპერია, ამგვარი განლაგება მიიღო და რუსეთის იმპერიის გაძევება და გასვლა სხვა ძალებს ააქტიურებს. წინდევს დიდი თურანის პროექტი და პროგრამა. ზანგეზურის დერეფანი. აი რას ფიქრობს რუსეთი? ახლა როგორი ცნობებიც მოდის, გაჩუმებულია, იმიტომ უზარმაზარი ფრონტის საკითხები აქვს გადასაწყვეტი თავის სამშობლოში, იმიტომ რომ კიევის რუსეთიდან იწყება რუსეთის ისტორია, იქაა ჯერ გადასაწყვეტი საკითხები, მაგრამ კავკასია ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება მისთვის უბრალო პერიფერია, შორეული პერიფერია, რომლიდანაც გამოძევება და სხვისით ჩანაცვლება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. სხვისით, მისი მოწინააღმდეგე ჩანაცვლება მისთვის იყოს სულ ერთი. აი აქ იწევს ირანის როლიც. ირანის განცხადებები სახეზია, რომ არ დაუშვებ, რომ ამერიკამ ჩრდილოეთის მხრიდან ალყა შემომართლასო. ნუ თურქეთთან ერთად თურქეთით დატოვსა ქვეყანაა და ნატოს ბაზები და მთელი ამბები. ხო, ესე იგი. და ასე ამბობენ, რომ ეს იმდენად რთული რეგიონია. ნებისმიერ ამაზე უკვე ამერიკა თუ ხდება პასუხისმგებელი, მაშინ უკვე ამერიკას მიეწერება ორი წარუმატებელი პროცესი, ეს ერთი. შემდეგ ეს გარკვეული პანდორას ყუთია, რომლის გახსნაც უამრავ რაღაც არასასიამოვნო ამბებს დაუგდებს საფუძველს და არ დააყოვნა ირანის განცხადება. თუ გავითვალისწინოთ დღევანდელი ირანის სამხედრო ძლიერებასაც მის ინტერესებსაც, ნუ ასე ძალიან დიდი ამბებია, მოკლედ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეიფორია იმის, რომ ახლა ამერიკა შემოვა აქ და დასავლეთის სასარგებლოდ გადაიხრება ვექტორი და ალბათ უნდა ვიხაროდეს მშვიდობაც არა ზოგადად. ყველა ის კვანძი რაც გადაუჭრელი იყო, ახლა გადაიჭრებაო. ფიქრობთ, რომ ამისგან ჯერ ძალიან შორსა ვართ. ასე რომ ქართველ ერს, ქართულ სახელმწიფოს ყველა შემთხვევაში მართებს დიდი სიფრთხილის გამოჩენა და მოსული უფლის სიტყვის მიხედვით გადარჩენისთვის საჭირო ნომერ პირველი საგარეო პოლიტიკური კურსი, რომ უნდა იყოს ნეიტრალური, ხო? ნეიტრალიტეტის შენარჩუნება კვლავ იქნება ყველაზე აქტუალური და ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკის მიმართ. ხო, იმიტომ რომ ყველა მხრიდან გამოჩნდებიან დამაიმედებლები, შემგულიანებლები და ასე შემდეგ. სულ მინიმუმ აგულიანებენ, რომ დასავლეთი მაინც გამარჯვებული გამოვა, წარმატებულად ჩაატარებს მოლაპარაკებებს ყველასთან, ეცდება ბოლოს და ბოლოს კუთხეში მიიმწყვდიოს რუსეთი და ასე შემდეგ და ჩვენ ამ პროცესს არ ჩამოვარჩევთ, გამოვარჩევით, სულ ამაზეა გადასული მთელი დასავლური პროპაგანდა აგიტაცია, რომ რამენერად საქართველოს დიდ გეოპოლიტიკურ ომში, დიდ ფარულად თუ ისე ფარულად სოფლიო ომში კვლავ გამოყენებული იქნა ჩვენი ტერიტორია და ნუ თავიანთ მიზნებს, ასე ვთქვათ,
თითქოს და უნდა მიუახლოვდნენ, მაგრამ ისევ და ისევ ვიხსენებთ ბატონი აკაკის ნათქვამს სიტყვებს და მიღებული ის ახალი სიტყვის მიერ მოწოდებულ ცნობას და ცნობიერებას, რომ რუსეთის ალყაში მოქცევა იმას კი არ გამოიწვევს, რომ რუსეთი კაპიტულაციაზე წავა, არამედ გამოიწვევს იმას, რომ დაჩქარდება კაცობრიობაზე, კაცობრიობის ხელით სიცოცხლის მოსპობის საკითხი. აქ გამოიწვევს დიდი შიში, რომ აი ზანგეზურის დერეფანი გაიხსნება, ამუშავდება. ხედავთ ირანის უკვე ძალიან მკვეთ გაკეთებულ განცხადებებს. 800 წლით თუ 99 წლით ამერიკას გადაეცემა იქ ამერიკის კერძო შეერაღებული სტრუქტურა იქნება გარანტი, რომ ამ დერეფანმა იმუშაოს და ანუ ასე თქვათ ამერიკის სამხედრო ძალების შემოსვლა მთელი საკითხები, ну ირანის თან გასაგებია უკვე პასუხი როგორია. ხოთო ანუ არის კიდევ ესეთი განწყობა, რომ ზანგეზურის დერეფანი გადაიტანს ამ თვირთების დაკადებს და ჩვენ ფუნქციას უკარგავს, მსოფლიო ფუნქციას. აი ეს საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ მთელი 30 წელი ფაქტობრივად ეროვნული პოლიტიკის მაგიერ ტრანსნაციონალური კორპორაციებისთვის სასარგებლო პროპაგანდისთვის ვიხარჯებით და ხდებოდა ერთგვარი დაბანგვა ერის და საზოგადოების თვითცინეს მილი თუ გაივლის გადარჩებით და სწორედ ეხლა ხანს ჩვენ საუბარში ჩვენმა თანამებრძოლმა მერაბიმ შეგვახსენა ბატონი აკაკის მიერ დასმული საკითხი, რომ დერეფანში ცხოვრება, ერის ცხოვრება შეუძლებელია. ისე როგორც ადამიანისთვის დერეფანში ცხოვრება ეს რა ცხოვრება, ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისი სახლი. და წარმოიდგინე, რომ ადამიანია დერეფანში. დერეფანი საცხოვრებელი ადგილი არ არის. მართალია, ბევრი ბონჟი ყავთ ამერიკაში. და ამას ზე თავისუფლების იმით ამართლებენ იდეოლოგიით. ადამიანი თავისუფალია და თუნდა ბონჟი იყოსო, სხვათა შორის უმცროსი ბუჩის სიტყვებია, რასაც ახლა ვიხსენებ. საქართველოს ერი დერეფანში ვერ იცხოვრებს. დერეფნის ინტერესი ეს არის პირველ რიგში ფულის ინტერესი. ჩვენ ამ დერეფნის ინტერესს იმიტომ კი არ ვახმიანებთ, ვინც ვახმიანებთ, რომ სოფლიოს სასურსათო და ენერგეტიკულ უზრუნველყოფით აღარ გძინავს და სულ მაგაზე ფიქრობს, როგორ დაუჯდეს უფრო იაფი და როგორ მოემართოს ხელი ან ერთ ნახევარსფეროს სოფლიოს ან მეორე ნახევარსფეროს. ჩვენ გვაინტერესებს ფული რამდენი დაგრჩება, რა გამორჩენა გვექნება ჩვენ იმ დიდარ და ვიწრო კასტას, რომელიც ამ საქმით ამ დერეფნით მართლაც სარგებლობს. მაგრამ ეს ფული მაჯიბებში ილექება და ეს არაფერი, ერი გადაშენების გზაზე დგას. ეგ საკითხი დერეფნის ყოფნა არ ყოფნაში კი არ არის. საკითხი იმაშია, რომ შენ რესურსს ფლობ თუ ვერ ფლობ. რაც შენ გაგაჩნია, ითვისებ თუ ვერ ითვისებ. სასოფლო-სამეურნეო სავარგულს, სიმდიდრეს ითვისებ თუ ვერ ითვისებ. იმ წიაღისეულს შენ ითვისებ თუ ვერ ითვისებ. თუ უბრალოდ გაგიყიდია სხვებზე და სხვები იჯიბავენ და რაც არის სიდამბილეში ამ ნებისმიერი ქვეყანაზე თუ ვიმჟელებთ, ის არის მხოლოდ და მხოლოდ ის ქვეყანაა წარმატებული, რომელიც საკუთარ რესურსს მოიხმარს და ითვისებს. თუ საკუთარი რესურსის მოხმარების უნარი არ გააჩნია ეროვნული ეკონომიკა და მხოლოდ იმაზეა დერეფანი, ჩვენ შემთხვევაში დერეფანი და გულანშარო მოდით სტუმრება, ქორწილებს გადაგიხდით ინდოელებო, ჩამოდით დაგაფინანსებთ, ოღონ ჩამოდით აქ დახარჯეთ, რომ გავამდიდრდეთ ეს სასტუმროები, რომ აგვიშენებია, რომ გამოგვიტეხნია ყველგან და დაგვინგრევია, სადაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა ყველგან რომ ჩავაკვეხეთ. ეხლა აქ ფული როგორ ვაკეთოთ? ეს არაფრით არ ეხება ერს. ვისთვის და რისთვის იხარჯება. აქ არის გარკვეული ნაწილი ქართველების, რომლებიც გარკვეულწილად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ რუსთაველის ვეფხისტყაოსანს და შიგ გარკვეულ მისტერიულს და მისტიკურსაც ხედავენ და ერთგვარ წინასწარმეტყველურსაც და ბატონო ამათვისაც, ბიბლიასაც უთანაბრებს ზოგიერთი, მაგრამ მაშინ ამ ხალხის გასაგონათაც უნდა ვთქვათ, რომ აი იქ სადაც ლაპარაკია გულანშაროზე, აი სწორედ ის გულანშაროა საქართველოს დღეს. თავისი ქცევით და თანამედროვეობის ქაჯეთის ციხე, რომელიც ასაღებია და გამოსახსნელია, ხო? თანამედროვეობის ქაჯეთის ციხე ზოგადად მსოფლიო მოროდები არის არსებული ფორმაცია და წესწყობილება, კაპიტალიზმი, მასონიზმი და ასე შემდეგ, სიონიზმი. რაც ეს ერთი მოცემულობა,
რომელიც დემოკრატიით იყო გალამაზებული, წარმოდგენილი, ხეცი კრავის სახით დემოკრატია, კრავი არა, კრავი, ლამაზი, იმძიტველი, ხო? მაგრამ ბუნებით ხეცი იყო და არის კიდევაც. თუმცა ეს გარსაცმი უკვე დარღვეულია, ჩამოხეულია და ჩვენ ამ პროცესს უყურებთ, როგორ იხევა ეს დემოკრატიის სარჩული და როგორ ინგრევა ეს მსოფლიო წონასწორობის პირობები, რომლებიც აქამდე მოგვიყვანა. და ახლა რაც შეეხება ამერიკა-რუსეთის შეხვედრას, რასაც დიდი მოლოდინით უყურებენ, აქაც საეჭვოა, შეთანხმდებიან, მაგრამ აღმოჩნდება, რომ ერთმანეთი მოუტყუებიათ, იმიტომ რომ ომის დაწყების მიზეზების გადაჭრა ძალიან შორს ვართ. ის მიზეზები, რასაც რუსეთის მხარე ასახელებს, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება მესამთრეს ვიქმნის და ამიტომ საჭიროა დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია და ასე შემდეგ, რაც დაყენებულია. ეს მაინც ზედაპირია პრობლემის. პრობლემის სიღრმე იმაშია, რომ არსებული ფორმაცია დარბა კრიზისშია და დედამიწას დანგრევისკენ მიაქანებს. აზრებისთვის, რესურსისთვის უმკაცრესი ომია გაჩაღებული სოფლიო ყოფილ თუ ახალ ცენტრს შორის. აი ეს ამას რაღაც უშლება. რას უშლებთ? ამიტომ ეს მორიგებები იქნება დროებითი და კვლავ ეცდებიან, რომ ეს იყოს ტაიმაუტი, ახალი ძალები დაირაზმონ კიდევ უფრო მეტი მასშტაბით, რომ შეძლონ ომის წარმოება. კიდევ უფრო მძლავრი ჰიბრიდული ომი თუ პირდაპირ ომიც, ხო? ამას ემსახურება ევროპის 5%-ის გამოყოფა და ასე შემდეგ, რომ ვიყოთ ეს ჩვენ შორს წადიყვანს ეს საკითხები, თუმცა ამაზე მეტნაკლებად გვიწევს ხოლმე საუბარი, ისე რომ აქ ამ ამბებს მაინც ერთი დადებითი ის რომ ხდება გარკვეული დროის მოგება, გადანაცვლება უბედურობის და ბოლოს და ბოლოს მშვიდობაზე იწყებენ ლაპარაკს და ეს მშვიდობა ერთი-ორი წუთი მაინც ხო გაგრძელდება. გინდ კავკასიაში, ნუ გინდ იქ ძალიან საეჭვო უკრაინაში რა იქნება, როგორ იქნება, ნახოთ. ამერიკის დასავლეთის მიზნები ჩვენთვის ცნობილი იყო ამ ომის დაწყების. ამას თვითონი ამბობენ, ჩვენ რომ არ დავამატოთ ბევრი არაფერი. მიზანი რა იყო? დაიქვემდება რომ რუსეთი იმ დონეზე ამოს უნდა მოჰყოლოდა რუსეთის ეკონომიკის ჩამოშლა და იმ დონეზე დაიქვემდება რომ ამერიკისა და რუსეთის გაერთიანებული სამხედრო და სტრატეგიული იარაღის ერთობა და ერთობლივი მოქმედება სრულად შეკრავდა ჩინეთს. ჩინეთის წინააღმდეგ იქნებოდა გამოყენებული რუსული იარაღი, თვითონ რუსი და რაცა დასავლეთს მოუტანდა ერთპიროვნულ აბსოლუტურ ბატონობას. მიზანი ეგ. მაგრამ როგორ ჩვენ ვიცოდით ახალი სიტყვიდან გამომდინარე, თვით რუსეთმა ჯერ არ იცოდა, საწყისებს თუ გავიხსენებთ ბატონებაკის საუბრები. თვითონ რუსეთმა ჯერ არ იცის მას თუ რა ფუნქცია აკისრია სოფლიოს წინაშე და უნდა თუ არ უნდა იგი შევა ურთან დაპირისპირებაში შევა, ურიებთან დაპირისპირებაში შევა და ნუ ასეც ხდება, უნდა თუ არ უნდა, აი აქამდე მივიდა საქმე, რომ იგი დაპირისპირებაშია და ისე ვერ გამოვა, რომ მათ ბრმა სახმარი რაღაც იქცეს. არის კიდევ სხვა კუთხიდანაც შეიძლება გაშვით ესა დავინახოთ. შესაძლებლობა იმისა, რომ ადამიანები მაინც, ელიტა მაინც მორიგდეს, ანუ გარიგდეს კაცობრიობის წინააღმდეგ, უმრავლესობის წინააღმდეგ, ელიტა გარიგდეს, მართველი ელიტები. და რაღაცნაირად, რაღაცა ფორმით მშვიდობა დამყარდეს, გამოიყენონ ბოლოს და ბოლოს ეს ხელოვნური ინტელექტი, ეს კიდე დიდი თემაა და ამაზე არ გვისაუბრია, არ გამოგვიქვია ჩვენი დამოკიდებულება და ჩვენი ზოგიერთი მოსაზრებები, თუმცა საკმაოდ კრიტიკული მოსაზრებები უკვე საკმაოდ კარგად არის გავრცელებული საზოგადოებაში, բայց ჩვენი მხრიდან დასკვნითი სიტყვა ჯერ არ გვიქვია. ხო, გამოიყენონ სოფლიო მშვიდად იგრძნოს თავი არსებული ფორმაციით, არსებობს რაღაც მინიმალური, მაგრამ მაინც შანსი, რომ ყველაფერი დარჩეს ესე, მორიგება მოხდეს, ელიტა მორიგდეს, თუმცა ძალიან რთულია, იმიტომ რომ ეს ელიტა გახლეჩილია აღმოსავლეთ ჩინეთის სხვა არის, ჩრდილოეთ და სხვადასხვა არის
და როცა ადამიანი იფიქრებს, რომ მოკლედ დავნაყდი და კარგად ავარო და უღმერთოდაც კარგად მოვაგვარეთ ჩემი მდგომარეობაო, მაინც დაიწყება ის პროცესი და იმ პროცესს სწორედ ის ხელოვნური ინტელექტი დაიწყებს, რაც მიიყვანს კაცობრიობას და სიცოცხლეს განადგურებამდე. ეგ ისე ცნობისთვის. ამ თემებზეც მიდიოდა საუბარი, ესეც ნათქვამი, ესეც მოწოდებულია. ახლა რომ მოვტრიალდეთ ჩვენს შიდა პოლიტიკაში შიგნით რომ შემოვიხედოთ ადგილობრივი წინასაარჩევნო კამპანია გაჩაღებული და არა მარტო. ხო, მოკლედ რა არის ნიშანდობლივი, ხაზი კი გვაქვს გასული ამაზე, რომ დრო რომ შეიცვალა ჩვენთანაც პოლიტიკური სააზროვნო დონე შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ რეალური პოლიტიკის წარმოებასთან არავითარი შეხება არ ჰქონია. და რა სწვეთდნენ ის დიდები და რა იყო მსოფლიო გეოპოლიტიკა და ასე შემდეგ წარმოდგენა არ ჰქონდა, დღეს ჩვენ და საბედნიეროდ სხვა ხმა სისმის და მარტო დასავლეთზე არ ავლოცულობთ. იმ პოლიტიკური რელიგიის ტყვეები არა ვართ, რა პოლიტიკური რელიგიაც ლიბერალიზმისა და დასავლეთის მეხუთეობის სახით მოკლედ ჩაგვეკირა და ასე ვართ დღემდე. მაგრამ უკვე გაჩენილია ალტერნატიულიც, მამხილებელიც გარდა თავად ხელისუფლება ამხელს, მაგრამ საჭირო ძვრებისთვის ჯერჯერობით მაინდამაინც უნდა ითქვას, რომ ბევრია ხელშემშლელი პირობა და ეს ხელშემშლელი პირობა მაინდამაინც გარედან თავს მოხოვული იმდენად არ არის, რამდენადაც ამას გააჩნია შიდა თვითონ ჩვენთვის დამახასიათებელი. ესეც მსჯელობის სხვა თემა არის და ამაზე რომ არ წავიდეთ, მოდი ასე ვთქვათ, კვლავ დაყოფის გზით მივდივართ, კვლავ ურთიერთდაპირისპირების გზით მივდივართ, კვლავ ურთიერთმხილების გზით მივდივართ, პატარ-პატარა დაჯგუფებების გზით მივდივართ. ისევ იმას ჟარგონს ვიტყვი, ვაწვევით, რაც იყო თქვათ 10 წლის წინ, ზოგიერთისთვის 20-25 წლის წინ, 30 წლის წინ. თუ კი რაიმე იარები გქონდა, ისევ იმ იარების გახსნით ვარ დაკავებული, სხვადასხვა მეტნაკლები წარმატებით და ასე შემდეგ, ანუ ისევ დაშლით მივდივართ. ერთის მხრივ თითქოს ვაცნობიერებთ, რომ მსოფლიო რა მიმართულებით მიდისვეს, არსებობს მსოფლიო დაუშვათ დამანგრეველი ძალა, რომელიც ერების წინააღმდეგ, რელიგიების წინააღმდეგ, ეროვნული სახესხვაობის წაშლაზე მუშაობს და მათ თუ დავექვემდებარებით ეს განადგურებისკენ წაგვიყვანს და ასე შემდეგ. ხო, ერთის მხრივ ეს თან გაცნობიერებულია, მრავალი წრე, მრავალი ჯგუფი ერთად გამოდის. გავიგეთ, ინფორმაციაზეც ამობენ, რომ არ ვარ და კაპიტალიზმი და სოციალიზმი კარგია, მაგრამ აი ის რამაც შეიძლება ჩვენ გაგვაერთიანოს. მაინც როგორცაც ჩანს ამ პიროვნებას ვეძებთ, რაღაც ორგანიზაცია გვინდა დავსახოთ, რომ იცი რა, მოდი ეს არის ეს ორგანიზაცია, რომელიც ეს შემოკლებს ამის ირგვლივ, ეროვნული თანხმობის დარბაზი ხო არ არის ესეთი ტიპის ორგანიზაცია, რომელიც ეს შემოკრებს. ჩვენ ხო არა ვართ ისინი, ვინც ამ შეკრებას წინ წაუძღვებით და თავში ჩაუდგებით. აი ეს კიდევ ერთხელ ნათლად უნდა ვთქვათ, სხვა დროა. დღეს ადამიანთან კრებული ვერ იქნება ერის გამაერთიანებელი. ჩვენ შეიძლება შევქმნათ რაღაც ძალკე პატარა ჯგუფი, შეიძლება მსხვილი ჯგუფი, მსხვილი დაჯგუფებაც, მაგრამ ეს მსხვილი დაჯგუფება ვერ იქნება მთელი ერის იმ გადამწყვეტი ძალის შემკრები, რომელიც არსებულ უმთავრეს პრობლემას გადააწყვეტინებს საზოგადოებას, ქართველებს. ვერ იქნება. ჩვენი შემკრები მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება იყოს, შეიძლება კი არა, არის სიტყვა. ახალი სიტყვის მოთხოვნები და სიტყვა აღმერთი. ესე იგი ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება გადარჩენის გზაზე გავიდეთ, თუ კი ახალი სიტყვის მოთხოვნების, სასიცოცხლო მოთხოვნების, ერის გადარჩენისათვის საჭირო მოთხოვნების ირგვლივ შემოვიკრიბებით. ესე იგი, რაზეც ხელია 1.900.000 ადამიანს მოწერილი, ამის ცხოვრებაში გატარებისათვის თუ დავირაზმებით ერთად. აი ჩვენი თავმჯდომარეც,
ჩვენი შემკრების და გამაერთიანებელის თუ გახდება აი სამი ეროვნული ყრილობის დადგენილებელი და ის დაზეც ხალხს ხელი მოწერია ეს დოკუმენტის შინაარსი თუ გახდება ჩვენი შეკრების საფუძველი მაშინ შესაძლებელია მაშინ რაღაც მართლაც შევცვალოთ რაც გადაგვაქვს დანარჩენი ახლა ეს რიმანი დაპირისპირებები არაფერს არ შეცვლის ამით უბრალოდ ჩვენ ერთმანეთს ვანეიტრალებთ იქნება ერთი ძალა მის საპირისპირო მეორეა და ასე შემდეგ ის იმას ამხელს შენ კონსერვატორი კი არა ხარ შენ ბიძინას მოჭრილი ისიყავი და შენ ისე და მე უფრო მაგარი ვარ და შენ პუჩისტი ხარ შენ არა პუჩისტი ხარ შენ ქვეყნის დამოუკელი და ასე შემდეგ არ გავართ ფონზე ესე ვერცად ვერ წავართ უფლის სიტყვის ირგვლივ უნდა გავერთიანდეთ თუ ეს ტერმინი ძალიან რელიგიურია და პოლიტიკურად ვერ გვესმის არა და საკითხი პოლიტიკურად ხდება მაშინ კიდევ ვახსენებთ საზოგადოებას უფლის სიტყვის მოთხოვნა რომ ქვეყანა იყოს ნეიტრალური და ქვეყანა ქართველიერი უნდა იყოს საქართველოში მას მიწევდა მიწა წყალი წიაღისეული ქართველიერი სამარაჯამო საკუთრება და წარქმეული გაყიდულ გასხვისებული უკან უნდა დაბრუნდეს და ახალი სფერული ფორმაცია გვაქვს და ასანერგი ეს ის ფორმულა აი ეს არის უფლის სიტყვის უფლის მოთხოვნა გაცხადებული და თუ გვინდა ამის ირგვლივ უნდა გავერთიანდეთ თუ გადარჩენა გვინდა ვინ აქტიურობდა თავის დროზე გვააქტიურებდა ბატონი აკაკი აი ამ მოთხოვნას რომ შემოერთებოდით შესაბამის მიმართვებს ადგენდა ბატონი აკაკი და ხან ძლეველის სახელით ხან ეროვნული ფრონტის სახელით ხან ეროვნული დარბაზის სახელით შექმნილი მიმართვები დავდიოდით ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციებთან სახელმწიფოს წარმომადგენლებთან თუ კი ვინმე რამეს აკეთებდა რამეს წარმოადგენდა სასულიერო ხელისუფლება მიდიოდნენ ჩვენი წარმომადგენლები ჩვენც რაც შეგვიძლია სადაც შეიძლება რომ ვისულიყავ მიქონდა შესაბამისი მიმართვები რომ გამოგვეძებნა საერთო ენა ჩამოყალიბებული პრინციპების აღსასრულებლად რომ ქვეყანა გადარჩენილი იყო და გავსრულიყავით განვითარების ახალ სიტყვაზე ახალ საფეხურზე აი წავიდა ბატონო აკაკი დავრჩით ჩვენს დათითო გაცვლებლებთ როგორც და ასე შემდეგ დღეს ვინ არის ამის მიმდან ამის შემხსენებელი აკა ლაპარაკი სწორი მიმართულებით გადამცემი როგორც კი ჩვენ ვჩერდებით მოწინააღმდეგე არ ჩერდება და ის აქტიურდება და იგივე ტიპის აქტიობასთან გვაქვს საქმე როგორც არც კურსმენია აქამდე არც გაგვიგია და ზოგიერთ ჩვენთანაც გქონია რომ ეს ახალი ჭირიაო იმიტომ რომ ეხლა გამოჩნდა ღიად მაგრამ ეს ეხლა გამოჩნდა ახალი ჭირი არ არის ღრმად დაფარული ჭირია რომელსაც თავი ამოყო მადლობას უხდი ვებგვერდი აქვს პიროვნებები არიან დედოფლის სახელდებით გამოდიან ახალგაზრდები რომლებაც ყურადღება მიაქციეს და მოსთხოვეს ხელისუფლებასაც ამოეღოთ ხმა და გამოეხატა თავიანთი პოზიცია აქ ჩვენ ლაპარაკი გვაქვს ვიღაც ენუქის სახელდებით ვიღაც ლეკიშვილზე და ასე შემდეგ რომლის პროექტიც ეს არის საქართველოს აბსოლუტური გაუქმება ჩვენ გვინახია იმპერიები რომლებიც მოდიოდნენ და ხარჯს ვადებდნენ ჩვენ გვინახია იმპერიები რომელსაც გადაწყვეტილი ქონიათ რომ რომელიმე მხარე გაეკროთ და საკუთარი მოსახლეობა ჩამოესახლებინა გვინახია იმპერიები რომლებსაც გუბერნიად გაგვიხადეს კი მაგრამ ამ ყველაფერს გაუძლებთ მაგრამ აი ეს პროექტი მე მაღიარებენ მოშიახათ ებრაელები ნამდვილი იუდეველები ჩვენ გავჩერდით და მიმსვლელები აღარა ვართ არსად პირადად მიმტანები არა ვართ იმისა რაც უნდა მიუტანოთ ერთმანეთს საქმე უნდა მიუტანოთ გასაკეთებელი სამაგიეროდ მოწინააღმდეგეა გააქტიურებული
აღმოუჩენია თურმე კაცოს აქ ყოფილა ნამდვილი იერუსალიმი, მთელი მსოფლიო თურმე აი მასონები რომ მართავენ იმათ აურიეს ჭკვა ალბათ ჯერ არ ამხელს ვინ იყო ეს ჭკვის ამრევი რომ ამდენი ხალხი ამ ხელა მსოფლიო გაბითურებულია და იერუსალიმი იქ გონიათ დემრეში არ ყოფილა ყველა ცდებოდა ეხლა ნამდვილი იუდეველებს უნდა შეახსენოს რომ აქ არისო ესაო და უნდა მოაბრუნოს აქ და ამას აღიარებენ იმ მოშიახად აი იქ რო უნდათ იქ ტაძარში რო დასვან ბრისთვისაც გენოციდს ეწევა დღესაც არ ხეინათ და მთელი მსოფლიო სირცხვილი რომ პალესტინელების გენოციდს ესე პირშენა ჩავარდნილი და თუ რაღაცას ამობს კიდე ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ეგეც იმიტომ რომ საკუთარი ხალხი გამოდის და აპროტესტებს და ხალხი უნდა დემოკრატიას მოხდა სხვამეტი არაფერი რა აი იქ რო გენოციდს ეწევიან თურმე აქ ყოფილი ეს ბესახე ტაძარიც აღსადგენელი რა უნდა ქართველობა დაცლივარ დაუძახებს ნამდვილი იუდეველებს მოვლენ და აჰა მთელი შენი 2000 წლოვანი ისტორიაც აერში გაფრენილა ჩვენ ვიღაც მოსული ქართველები ყოფილვართ და რომლებსაც რაც რა მოგვიტანია თურმე სიცრუე რაღაცა დაგვიმალია და მოკლედ რაღაც ზედმეტები ვართ ან იქნებ ჩვენც იუდეველები ებრაელები ვართ და არ ვიცით დაგვაძინეს და ვერ გავიგეთ მოკლედ ამ აბსურდს და ეს არის თლიანად საქართველოს გაუქმების პოლიტიკური ბომბი იდეოლოგია თურმე ეს პიროვნება არ არის გაჩერებული 54 სერიოზული კულტურის სახელმწიფო მოღვაწე სამეცნიერო უმაღლესი წრეების წარმომადგენლები, ისტორიკოსები, რექტორები ჯავახიშვილის უნივერსიტეტის შეხვედრილია ამ თავის თეორიას აცნობს, თეორიას კი არა, ჭეშმარიტებას აცნობს. დარწმუნებულია რომ ბიძინა უეჭოლად გარკვეულ დროს 100%-ში დარწმუნებულია რომ დადებითად გადაუწყოთ სამსაკითხს და კობახიძე და ბევრი სულ ყველა მოკლედ და ამას ჩვენ ღიად თავაზობს რომ აი ვის გადაეცა და ვინ შეხვდა აქტუანები და ვინ მოისმინა სასულიერო ხელისუფლებას ხდება აქტიურობს ადრე თუ ჩვენ მივდიოდით შესაბამისი მიმართვებით ასეთ ბატონი აკაკი ადგენდა და გვაძლევდა ხელში და მიქონდა როდესაც ჩვენ გავჩერდით სხვა არის ამოძრავებული ანტისიტყვა ჩაება. ამ ახალგაზრდებამ მოსთხოვეს რომ ამოეღოთ ხმა კაცო. თვითონ გამოთქვეს გვარაუდი რომ იქნებ სწორედ ეს საარჩევნო კამპანია. იმიტომ რომ საარჩევნო კამპანიის დროს დისკრედიტაცია მოხდეს ხელისუფლების რო ხელისუფლებაო. შენ ებრაელებზე კიდი, იუდეველებზე კიდი, სიონისტებზე კიდი საქართველოს. ამ ადამიანს იგებ ამ ადამიანს ციგნის პრეზენტაციას ეს ციგნი არ არის არის ისტორიული სიმართლეზე აგებული და საერთოდ ისტორია საერთოდ კავშირი არ აქვს ესეთ აბსურდთან, მაგრამ ნუ ასია. ეს იდეოლოგია, საქართველოს დასაუქმებელი იდეოლოგია. ხო, იქნება სწორედ ეს ხელისუფლების, ანუ მართველი პოლიტიკური ძალის გასაშავებლად წამოწყებული პიარ კამპანია. არ არის. ამოიღეთ ხმა, გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულება, იმიტომ რომ უკვე დუმილი თანხმობის ნიშანი გამოდისო. ალბათ ხელისუფლებაში ალბათ ფიქრობენ რომ ხმა რო ამოვიღოთ მოწინააღმდეგემ შეიძლება ანტისემიტიზმში დაგდოს ბრალი იმიტომ რომ უკვე წამოგვიყენეს ჩვენს აქციელს უწოდოს უზნეობა როდესაც ირანის საერთაშორისოში გაიხსნა სამგლოვიარო მისასამძიმრებელი წიგნი ჩვენ წარმომადგენლები საგარეო საქმეთა მინისტრი და სამინისტროდან იყვნენ და ხელი მოაწერეს იმ ომში და სამძიმარეო კი უზნეობა უწოდეს იქიდან ჩვენი ხელისუფლების აქციელს და შეიძლება ამ ნაჯღაბზე თუმცა ეს ნაჯღაბნი უზარმაზარი იდეოლოგიური ბომბს წარმოადგენს რეაქცია რომ მივცეთ იქნება ანტისემიტიზმში დაგდონ ბრალი ახლა იმიტომ რომ ესენი რუსული ხელისუფლება არის რუსეთი სოფლიო იმპერია რუსეთი ჩვენი იმპერია სვანტელი საქართველოს არ ყოლია არაფერს რა ესეა და თან თუ ახლა დაემატება რომ ისინი გვეუბნებიან რომ თქვენი საქციელი უზნეობაო და რაღაც კომენტარს გააკეთებს ამ ჭკვარეული მოშიახათ თავწარმოდგენილი პიროვნების შესახებ შეიძლება ახლა პირუკუ შემოუტრიალონ და ახლა დასდონ რომ გარდა იმისა რომ შენ პრორუსი ხარ და რუსი ხარ ასევე
ანტისემიტიც ხარ, არ ვიცი, შესაძლებელი ამ რაღაცებზე ეფიქრებათ. შეიძლება სამეცნიერო წრეები ფიქრობენ, რომ ეს იმდენად აბსურდული რაღაც არის, ესეთი აბსურდული ნაწერები ყოფილა კაცო, წიგნებიც გამოცემულა, მაგრამ მეცნიერებს ახლა არ გამოუთქვიათ ამაზე აზრი, იმიტომ რომ თავი აღარ დაიმცირეს. შეიძლება ამასაც ფიქრობენ. თავი აღარ გაუტოლეს, იმიტომ რომ გვაქვს წიგნები, რითაც თურმე დედამიწა შიგნიდან რაც არიელია და 64 დაბლა დედამიწის გულში და თანამედროვე ენით მეცნიერული ენით იწერება. ისე ზღაპრულად კი არა. არ გამოხმაურებია მეცნიერებათა აკადემია ამ თემას, იმიტომ რომ არ გაუტოლა, არ დაინდაბლა, ასე ვთქვათ. შეიძლება ეგეც ვიგულისხმოთ, მაგრამ არის ერთი მაგრამ. როდესაც ერთ-ერთი წამყვანი მედია ამას აშუქებს. დოკუმენტურ ფილმს, ერთ-ერთი პირველი წამყვანი მეინსტრიმს რო ეძახიან, ანუ წამყვანი მედია პლატფორმა, მედია ტელევიზია როცა ამას აშუქებს. როცა ამას თავს ვახავთ საზოგადოებას და თან ტრაპახობს, რომ 9 მილიონმა ადამიანმა უყურაო. სენსაცია ხო გვიტაცებს, არა? და წამყვანი ტელევიზიიდან როცა ხდება ეგრეთ წოდებული სენსაციების, სიცრუის გახმაურება, ხალხს იზიდავს, ეს გარკვეულ ხალხ წარმოდგენებს აჩენს ჩვენ საზოგადოებაში. საზოგადოებაში, რომელსაც არ ვასწავლით ისტორიას. ჩვენ ვასწავლით LGBT მიმართულებებს, რა? ვასწავლით კოსმოპოლიტს, ვასწავლით მულტიკულტურულობას, ვასწავლით იმას, რომ რა კარგია ევროპაში რო წახვალ და ვითომაც განათლებისთვის და განათლებისთვის მე-19 საუკუნეში გადიოდნენ აქედან. ეხლა რისთვის გავდივართ, ეგ ძალიან კარგად ვიცით რა. ხო, მონური შრომისთვის გავდივართ, ხო? მოკლედ ანტიქართული პროპაგანდას კარგად ვასწავლით. აღარ იცის აღარც ეს ისტორია. და როცა წამყვანი მედია ამის პროპაგანდას იწყებს, აი მაშინ როგორ? ეხლა ეს თავწარმოდგენილი მოშიახად თავწარმოდგენილი პიროვნება ახლა ჩვენ შეიძლება გვეცინებოდეს, მაგრამ როცა არავინ არ ეხმაურება, აი ისტორიას აღარ ვასწავლით, აღარ ვჯეროთ, აღარ ვესაუბრებით. ეს ძალიან ცუდია, რომ არავინ არ მაშინ რა, ესე იგი, ბრბოდ გადაგვაქციეს და ამ ბრბოს, რომელიც უკვე ერი აღარ არის, თავისუფლად შეიძლება დააჯერო, რომ ის არაფერს არ წარმოადგენს. და ამიტომ რითი უნდა გაიხაროს, რაღა იქ წახვიდენ ამ დიდრებს იქ ემსახურო, ბარემ აქ მე მოგივლენ დიდარი ბატონები და აქ ემსახურე, როგორია? თან ვაღიაროთ და რა ახის მოხდა? სამშობლო. ხო არის პარტია გულჩახელტებული დირჩია თუ ნირჩია. პირდაპირ აქვს საარჩევნო პროპაგანდა აგიტაცია. მე რა 8% შეიძლება იყოს ქართველი საქართველოს. თავარია თავისუფალები იყო და ასე შემდეგ და ჩემი სხეული ჩემი, ხო? თავარია განცხრომით ცხოვრობდე. ეგ არ არის მთელი ამისი შინაარსი. ხო შესაბამება რაღაც ერთმანეთს ხო ემთხვევა. უპატრონო ეკლესიას ეშმაკები ეპატრონეშია. აი იმის თქმა მინდოდა ბოლოში. აი ვინ აქტიურდება და რა აქტიურდება. იმიტომ რომ ეს გზა დაუპირისაა. საგარეო საკითხებში კიდეც რომ 1000 ვთქვით, ფაქტობრივი ნეიტრალიტეტის დაცვით ცოცხლები რო ვართ, მადლობა, კი ბატონო. მაგრამ ეგ არ გვიშვენს. უპატრონოთ მიტოვებული ტაძარი და საქართველოს უფლის ტაძარია. უფლის ტაძარი მარტო ის კი არა ქვით რო აგვიშენებია ეს უძვირფასეს. მთელი საქართველოს უფლის ტაძარი. ეს ტაძარი მიტოვებული. წუთი სოფლის ვაჭრებათა ვართ ქცეული და მარტო ის გვეფიქრება სავაჭრო დახლები არ მოგვეშალოს. ემან დერეფანმა არ გადაინაცვლოს ზანგეზურში რაღაც ბოშველება. არა ბოშველება. უშ როგორ გავაკეთებთ ერთი მუჭა. აი მაშია საქმე და. ხო აი ესია. რა ვიცი რა არის წინასაარჩევნო კამპანია, თუ რაც არის გაჩაღებული ამ ადგილობრივ არჩევნებზე თუ ის ბოიკოტზე და ასე შემდეგ. ეს მსჯელობის ღირსი არის თუ არა ეს თემა, ახლა ეს ადგილობრივი არჩევნების თემა. ამაზე კი ღირს რომ
სერიოზულად დავიწყოთ მშენობა ან მის ბოიკოტზე, ან არა ბოიკოტზე და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა. არ ვთვლით, რომ ეს საკითხი თავარი და კარდინალური. თუმცა გარეთ გარკვეულ ძალებს გადაწყვეტილია, რომ იქნებ ეს მაინც იყოს გამოყენებული, რომ არსებული პოლიტიკური კურსის მატარებელი ჩაანაცვლონ სხვა მათთვის სარგებლიანი პოლიტიკური კურსის მატარებელი. ძალით. იადაგის ანუ ხელისუფლების დამხობა არც ამას მალავენ და აი მას უყურებთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ კი ერში გაჩნდება ერის წამყვან შეგნებულ ნაწილში პირველ რიგში, აქტიურ ნაწილში მოდი ესე ვთქვათ. ერი თუა მას შეგნება გააჩნია, მაგრამ აქაც არის რჩეული ნაწილი და წვეული ნაწილი. იგი უფრო აქტიურზე მოქმედზეა ლაპარაკი, რომელიც იღებს პოლიტიკურ პროცესებში მუდმივად მონაწილეობას. მაგრამ პოლიტიკური პროცესები სხვანაირად მართულია და შედეგს რო ევიდოთ. თუ კი უფლის სიტყვის მოთხოვნებისკენ შევაბრუნებას დავიწყებთ. აი მაშინ მართლაც უკვე გვეთქვის, რომ რაღაცა გამიკეთებია. თორე რამდენი კადრი იდება უკვე, იქ სადაც ვისვენებდით, მივდივართ უკვე უცხოელებს აქვს ვებერთელა სეფე კარვები გაშლილი. რამდენი ქუჩა, სადაც გამოსული ადამიანი ქართულს ვეღარ პოულობს. თავარ ქალაქში. ცენტრალურ ქუჩაში. რამდენი და რამდენი. ეკონომიკა იდეოლოგიას ვცვლით, მაგრამ ეს იდეოლოგია, რასაც ვებძვით და რასაც უპირისპირდებით, გლობალისტური. ლიბერალურ გლობალისტური. ლიბერალურსაც ეძახიან. ეს იდეოლოგია აღმოცენებული არის კერძო საკუთრების განუხრელ პრიმატზე და ფულის ფორმაციაზე. შეკი გინდა რომ სხვა რამე იგალობო, მაგრამ საძირკველი თუ იგივება, შედეგი მაინც გექნება დამანგრეველი. ნებით შენი ნების და მიუხედავად, მაინც იგივე შედეგი იქნება. შენი გამანადგურებელი. აი ეს მოკლედ რომ მე ჩამოეყალიბებინა, ჩამოგვეყალიბებინა ეს არის და ნუ დანარჩენი დავამატოთ, დავით. კი ბატონო. გამარჯობათ პატრიციებულო მსმენელებო, მე ერთს დავამატებდი ჩემო ზურა, რომ ძალიან ამაღელვებელია რა ეს თემა, მეორე განსაკუთრებულად ვინმე ლეკიშვილზე წამოიჭრა საუბარი. დაახლოებით 1 თვეა უკვე რა, მაგ პრეზენტაციას ჩაატარა წიგნის პრეზენტაცია პარლამენტის ბიბლიოთეკის. ნუ პარლამენტის წევრებთან თვითონაც ამაყად ამბობს ამას სასულიერო პირებთან და აი მართლა აბარცხვინოა ეს ჩვენთვის რა, რომ აი ამხელა ისტორიას, აი რომ მართლა რომ დასაბამისეულია ეს ქვეყანა, აი უძველესი ცივილიზაციის მქონე, უძველესი ცივილიზაციის აყვანი რომ დაირძა კავკასიაში და კერძოდ საქართველოში. აღარ არის ლაპარაკი 28 წელიწადი, რასაც გვეუბნებოდა გვიმტკიცებდა ბატონი აკაკი ჯორჯაძე, ვასწავლიდა. აი მის ნაირები, აი ვიტყვი რა თამამად და ღიად, ლეკიშვილის ნაირები. გინდა ეწყინოს, გინდა ნუ ეწყინება. ეს არც მგონია ჯერაც ერთი, მეგობრებო, რომ აი ქართველი იყოს რა, ფესვები. ეს არ მგონია, ან იქნება ფულზე გაყიდული ქართველი, ვიცით ძალიან კარგად, საიდანაც არის ეს, ვისგან იგეგმება, რომ რა უნდათ თან რომ აშკარად იძახის კიდეც რომ მოშიახი უნდა ვიყო და მე უნდა მაგ და მარკ ცუკერბერგზე მაღლა აყენებს კიდე თავს. ნუ ითქვა ესეც. ხო და აი რა ვიცი გაჩ. და მაშინ ამ დროს ვინ ვარ და რა გამოდის? რომ აქ ჩვენ მოვედით სტუმრები ვართ, ებრაელები იყვნენ აქ, რატო იმიტომ კი არა რომ ჩვენ ებრაელებზე რამე ქართულებო გვაქვს.
უძველესი ერია, ღმერთის რჩეული ერია, ძალიან უნიკიერი. კი, რა თქმა უნდა, როგორც ყველა ერს აქვს თავის ფუნქცია, ისევე როგორც ყველა სხეულის ყველა ორგანოს ადამიანის ორგანიზმში. ყველა ერი აუცილებელი უნდა იყოს ღვთაებრივი წარმონაქმნია ეს. ხო და მისი ამ ხალხს ძალიან მნიშვნელოვანი საკაცობრიო ფუნქცია ნათამაში. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი. მაგრამ სიმართლეს რა უყოთ, კაცო, სიმართლეს რა უყოთ. რო ვიცით, ჭეშმარიტად ვიცით, რომ ნომერ პირველი, სულ პირველი წინაპარი მაგათი იყო ა ブラ ამი. მისგან, აი მათგან მოდის ა ブラ ამისგან, იმის იქით აღარ არის. 3800 წლის წინათ. 3800 წელი მაქსიმუმი. ეს არის 3700 და 3800 წლებში მოღვაწეობდა. პატივცემული ა ブラ ამი, ებრაელების პირველი წინაპარი. და როცა 4000 წლის წინ დაიფლა ეს ლაზარე, რომ იყვიან ეს ქართული ცნობიერება, დამარხულ არსენაი ქართულიო, იონას ოსიმე გვეუბნება ბოლოს და ბოლოს ამას მე-10 საუკუნეში ცხოვრები წმინდა ბერი აღარც იმის იგზავს, ახალი სიტყვა გვეუბნება გვასწავლის, რომ ქართული ამბანის თითოეულ 100 ნიშანში არის გამოსახული ჩემი ძალაო და სულიერი ენერგიები, რომლითაც ყველა დაფარული ღვთაებრივი საიდუმლო იხსნებაო, საწყისიდან მომდინარეო. კაი, ამებსაც თავი დავანებოთ, აღარ აქვს წარს, აღარც ღმერთის, აღარც იქ იმ წმინდა ბერის იონეს ოსიმესი დავანებოთ თავი კი ბატონ აკაკიძე აღარ მაქვს საუბარი. 3-4 წელი გახ. 3-4 წელი შემოზურა შენს და ყველამ ვიცი თელმა საქართველოს. რომ გამოგვიჭედეს ყურები. წამყვან ტელეკომპანიებზე რა რეკლამების სახით დღეში ალბათ 20 ჯერ მაინც უმცირეს ვიძახი. მიდიოდა ლაპარაკი 8000 წლოვანი ტრადიციების დუღილი, ქართული ღვინის ისტორია, 8000 წლოვანი ღვინის წარმოების ისტორია, კარგი, საქართველოს ერქვა ამ ქვეყანას, გვედალოცვილებო. ვინა წარმოებდა, ებრაელია წარმოებდა იმ ღვინოს, ვერ გავიგე. და თანაც ახლა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვისია, ვისი მხრიდან იმართებიან ეს ტელეარხები, ხო იმაზეც მიგვანიშნებს, რომ ისინი გვაღიარებენ. ეს სხვა საქმეა, ახლა თავიანთი ბიზნესები აქვს, ყველაფრის პატრონი, ყველაფერს ეგენი დაეპატრონებდა. მაგრამ ის სიმართლე მაინც გვაჟღერეს. მესმის ახლა ერთხელ ეთქვათ და ორჯერ და საერთოდ ბიეჩუმეთვამე და მთელი 3 წლის მანძილზე მიდის დღეში 20 ჯერ. აი ამაზე რას გვიპასუხებენ? მოდი ამაზე გავცემ პასუხი და იგივე ლეკიშვილებმა და ვისი დავალებითაც ის მოქმედებს თავად. აი ამის თქმა მინდოდა და რა შეეხება კიდე ახლა ტრამპზე, ჩემო გახობარი მაგასაც ვიტყვი ბატონ დონალდ ტრამპზე, რომ შვიდობის მტრედია, გასაგებია ხო, რომ აი შერიგება უნდა ჩვენი მოძმე ორი ერის, აზერბაიჯანის და სომხეთის. კი რაღაცა აი კი შეიძლება არის ისეთი პიროვნება, რომ უნდა უდოდეს მშვიდობა. მაგრამ ვერ მიაღწევს ამას. კარგად ვიცით, რომ ის deep state ეს გადაღებული ორგანიზაცია და ეს თემა ვისგან იმართება, ვისგან მოდის, რამხელა ინსტანციებია გასავლელი იქამდე ტრამპს, რომ მათ შეეწინააღმდეგოს. ეს არ არსებობს. უბრალოდ მას როლი აქვს მიცემული, რომ ითამაშოს მშვიდობის მტრედი. ადრე თუ იყო ლიბერალიზმი, ამაზე ბევრჯერ ყოფილა ჩვენ გადაცემებში საუბარი, ჩემო გახარ, ჩემო ზურა, ჩემასაც არაერთხელ აქვს ნასაუბრები, რომ აქ ადრე ლიბერალიზმი თუ უნდათ რომ მიეღწიათ მსოფლიო ბატონობას, ეხლა აგერ კონსერვატორები, არ გინდოდათ ლიბერალისტები, აგერ კონსერვატორები არიან, პატრიოტი, ეროვნული ხალხია, როლი აქვს ასეთი. როლი აქვს ასე, შეიძლება უნდოდეს კიდე მშვიდობის დამყარება, მაგრამ ვეც დაამყარებს, ეს არ მოხდება. არ მოხდება და მით უმეტეს ახლა აი ეგ გვინდა რომ ვითომ როლი აქვს ასეთი. მაგრამ მაგაშიც ეჭვმეპარება. როცა ინაუგურაცია ჩატარდა ტრამპის. ერთი კვირის მერე უკვე მან ძალიან კარგად გვახსოვს, რომ იმხელა ამბიციები და იმხელა ის რომ არც ერთ დამპყრობელს არ გამოუდგავს, კაცო, პუტინი მაგასთან კიდე ანგელოზია. კანადა ჩემი უნდა იყოს, ჩემი როგორ ახლა ზოგადად უნდა შევიერთოთო, კანადაო, გრენლანდიაო,
და რა ვიცი, მოკლედ იმ ხელა ქვეყნებზე და იმ აგერ უკრაინაზე კიდე აშკარად ღიად თქვა, რომ მშვიდობა დამყარდებაო, და მშვიდობის დამყარება და თან სანაცვლოდ როგორ 500 მილიარდი სასარგებლო წიაღისეული მინერალები 500 მილიარდი დოლარის ღირებულების რო გაეტანა უკრაინიდან და ერანაირად უნდა დამყარდეს ამ მშვიდობა რუსეთი როგორ შეურიგდება ამას ეს ძალიან საეჭვო რა კავკასიას იმისთვის იბრძოლა რომ 500 მილიარდი დოლარის მინერალები გაატანოს ახლა ტრამპს ბატონ დონალდს კავკასიას კიდევ ერთი გაუმაძღარი დიდი სვავი დააცხრა რა კი ხო აი ეს ურთიერთ გამომრიცხავია და აგერ უწერიათ კიდე იმ პატივცემულ სოფლიო მმართველებს რომ ხან სიცრუეს დაობეჭდაო ხან სიმართლეს რომ აუბურდოთ ხალხს გონება და ურთიერთ გამომრიცხავი საკითხები აი არ უნდა მოუთხულდეთ ქართველობა აი რასაც რა ვიცი ხლა უფლის სიტყვის ირგვლივ გაერთიანებაა საჭირო როგორც ბრძანა ბატონმა გახა ზურა ჩვენმა ჯემალი და ძალიან ბევრი არის ამ აზრის რა თქმა უნდა ჩვენი მეგობრებიდან რომ ერთადერთი აი სიტყვის ირგვლივ თუ გავერთიანებთ და ამის მყარი გარანტია გვაქვს იურიდიულ სამართლებრივი ბაზა არსებობს სამჯერ შეგროვებული ხელმოწერები სამჯერ ჩატარებული სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობა მისი დადგენილებები რომელსაც მთელი მსოფლიო მოიარა და რა ვიცი აი ყველაზე დიდი და მაღალი კლდეები და მაგარი ხო იმაზე უფრო ძლიერი რა აი ხო კლდეს რო გახეთქავს ისეთი დოკუმენტი და თუ დანახვავინდე ისე შეგვიძლია არ დავინახოთ და არც იარსებობს და არა და ვითომ არავინ არაფერი არ იცის და ამ დროს ყველამ რო ძალიან კარგად იცის ყველაფერი განსაკუთრებით იმ ცოდნე მეგობრებზე მაქვს საუბარი პოლიტიკოსები ანალიტიკოსები და მეცნიერები და ჩამოთვლილი გავს რომ ეს თავისი გენიალური გეგმა მოქმედ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს გააცნო და ზოგიერთი მათგანი ფრედ აღთვალნებულის დარჩენია ეხლა ლეკიშვილი კი ბატონო ეს ამ ფრთის სიძლიერეზე კი არ მიუთითებს რაც ჩვენ ეხლა როგორც ფაქტი უკვე დაგვედოცი აი ერთი ჯგუფი აღელდა ამაზე და გამოეხმაურა და მოითხოვა პასუხი ხელისუფლებისგან და ეს პასუხი არ ჩანს ხო პირველ რიგში ეს ჩვენ სისუსტის მაჩვენებელია ჩვენი რწმენის ნაკლებობის მაჩვენებელია ჩვენ ამაში ვიცდებთ და ქართული ენით იშიფრებაო რა და ამაზე გვესაუბრებოდა ბატონაინი და როგორ და რანაირად გადმოგცემდა ეს არ არის ჩემი კვლევის შედეგებიო რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და არსებითია რომელსაც ვივიწყებთ ვაპარებთ ვიდო ვერ გავიგეთ აღარ ავხსნი მაგრამ აქ სიტყვაშია ხო და ვინმე ლეკიშვილი წალეკვა დიდლეკიანობამ დაამკვიდრა ტერმინი წალეკვა თავად გვარშია წაგლეკავს დიდი ქარტეხი დიდი წყალდიდობა ხო აი ეგ სიტყვა რა სიტყვაშია ჩადე ეს ლეკის შვილი და ჩვენ ვიცით რომ წალეკვა საიდან წამოვიდა ხო აი საქართველოს და ქართველების წასალეკი ტალღაა დიახ რატომ ქართველობა სუსტობთ რწმენაში ბატონო შესაბამის მოქმედებაში სუსტობთ ვიჩენ სისუსტეს ის რაც მოვიდა, რაც გვევალებოდა, რაც ნაწილობრივ განხორციელდა, მაგრამ ბოლომდე არ მივიდა. ამაზე თუ კი არსებობს ვინც დღეს მუშაობს. სწორე მიმართულებით, ვამ. სწორე მიმართულებით. თორე ბატონი აკაკის სახელი და მიღებული უფლის სიტყვიდან, მიღებული ცოდნით დღეს ბევრი საერთოდ ბევრი იყენებს. ძალიან ბევრი. ზოგიერთი გაცხადებულად, ბევრი გამოუცხადებულად. მაგრამ ყველა ერთად დაღუპვის მატარებელში ზივარ და არ ვეშვებით ჩაბღაუჭებული ვართ და არ ვაღიარებ იმ სიმართლეს რასაც გვესაუბრება
აქ იმ პიროვნებაში არ არის კაცო, ეგ იქნებოდა კი არა სხვა იქნება. რა არ დაილევა, შენ თუ ვერ იმოქმედებ და არ იმოქმედებ რა. დაუღუპელი იმოქმედებს, ის მძლავრობს, ის თავხედობს, ის წინმავლობს. რა მნიშვნელობა აქვს რომელი სახელი გვარი და ვინ იქნება და როგორ იქნება, რომელი მასმედიაც ჩააბავე და ასე შემდეგ. თუ კი შენ სისუსტეს გამოიჩენ, ყველაფერი ჩვენსაწინააღმდეგოდ ამოქმედება. ეგ ჩვენი სისუსტის ბრალია. ჩვენი გონების ძმელი საკითხია. ნუ დავამატებდი რაღაც სიტყვას თანაც დროც კი ზურა მოვასწროთ თორე ნამდვილად ვინაც შევახსენოთ ჩვენ მსმენელს და მაყურებელს ჩვენი საქმიანობის საერთოდ ახალი სიტყვის პირველი წყარო მოწოდებული ბუნებრივია ბატონი აკაკი ჯორჯაძე იყო. მე მინდა შევახსენოთ ჩვენ საზოგადოებას მსმენელს მაყურებელს თვითონ ბატონის სიტყვები და თვითონ წერლის ფუნქცია რა იყო და ასეთ სიტყვებს ამბობდა გამიწერა მან რომ წერალი თავის ერის მაჯისცემს მუდმივ ხიზელი ყურის მიგდებია რომ გაჭირვების ჟამს უჭირის უფლოს მოვანტყობობისას უყუნავს ტომის დროს მეწინავე მედროშის მოვალეობა აღასრულებს. წერილობა იქ თავდება რომ წერას ეს თავის უპირველესი მოვალეობა აღიწყდება. ხოლო ერის გაჩაჭი იქ მაშინ ის როდესაც თავის ერს თავის წერილობა ზურგში შეძლებს წერილი სახეს სალაზღან სინონიმად აქცევს. რადგან დღევანდელ მდგომარეობას ეხება ამ სიტყვებში გითხრა ბატონ აკაკი რომ სოფლიო მხეცის მოძალებით ქვეყანას გლობალიზაციის და ინტეგრაციის ანტიეროვნული ბაცილა შეყრია და ღვთის იმედზე მოტოვებულ უმწოდ მოვართხალეთ ჩვენ საერთო სხეულს შავი ძალა დაეპატრონა და დაპატრონებულია ფაქტიურად. აი ასე დროს ჩვენ ყველა ბრძოლის ვორძივად გამოსასვლელია სხეული ვისნა და საქართველოს და ქართველი დაუყვას გადავარჩინოთ. ამ სიტყვაში გითხრა. ზუსტად ეხება ჩვენამდე მდგომარეობას. და დავფიქრეთ ამაზე ჩემ მსმენელებო, ჩემო ქართველებო, წინა გადაცემაში წააღვნიშნეთ ხაზი გაუშვით რომ გამოვხიზდეთ ჩვენი ფუნქცია გვაქვს შესრულებული. ასევე ჩვენი თავის გადასახადში და კაცობრიობის წინაშეც რომ შვებით ამოიხსნას. ეს მინდა მეშკვარი შემეცინები. აი ამ ნოტაზე დავამთავროთ დღევანდელი საუბარი. მადლობას ვუხდით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს. უსაკითხი ურთულესია, თავისთავად ცხადია. ერთი ხელის დაკვირით ვერ გადაწყდება ეს ამბები, მაგრამ წვენაში მოიკოჭება, წვენაში და გამყარება გჭირდება. მაგრამ გაჩერება სიფილის თორფარდი არ გავჩერებული ხარ. წინ წავსული ხავით და საჭირო წმენაც მოგვეპოვებინოს საკუთარ თავებში, ერთმანეთის გვერდიგვერდ გონით. მომავალ შეხვედრამდე.